ერთხრივ პოზიტიურია, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა ქართველი შრომელებისთვის რაღაც სამუშაო ადგილების გადარჩენის და სადაც დომინანტურად მოხვდნენ პაკისტანელები, ბანგლადეშელები, ინდუსები, ანუ ამ ტაგში და საკურიერო სფეროში, იმიტომ რომ რეალურად მათთვის ეს გახდა როგორი ნიშა, ხო, ანუ ერთ აკაუნტზე რაღაც 10 პაკისტანელი მუშაობს და 24 საათი არ ჩერდება და ფიზიკურად ქართველი კონკურენციაშია. ფასის გამო კი ახლა ტარიფები შეიძლება თავარი ტარიფი ყველას ერთნაირი ქონდეს, მაგრამ ვინ რამდენ ხანს ახერხებს მუშაობას და რაოდენობით უკვე ჯაბნიდნენ უცხოელები და შესაბამისად ქართველები დაიჩაგრენ ამ საქმეში. ეხლა ერთხრივ მე ამას პოზიტიურად უყურებ, მე მესმის გადმოსახედი, თქვენი გადმოსახედი, რატო უყურებთ ამას ნეგატიურად და იმაში გეთანხმებით, ეხლა აუცილებელია გვესმოდეს ის, რომ რაღაც საკითხებზე ადამიანებს უნდა შეეძლოთ შეთანხმება მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო პოზიციების ქონდეთ, რომ ეხლა ხალხს სტიმული უნდა მივცეთ და კარგი უნდა ვაკეთოთ, ამაში გეთანხმებით, რა თქმა უნდა. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ვიცით, რომ საქართველოში დაკარგეს სამსახური უამრავმა კურიერმა და ამაზე ლაპარაკობდნენ, ღიად და გამოსავალი იყო, რომ ქვეყნიდან წავიდნენ, იმიტომ რომ რეალურად სამუშაო ადგილები ძალიან მინიმალურად არის ქვეყანაში. ეს ერთხრივ პოზიტიურად მე შევხედე პოზიტიურად, მაგრამ მეორე მხრივ პრობლემა ის არის, რომ სელექციურად კონკრეტული რაღაცა პროფესიაზე, კონკრეტული მიგრანტების შეზღუდვა რო გიწევს, აქ საერთოდ შრომით ბაზარზე გავს კატასტროფული მდგომარეობა. მათ შორის კვალიფიციური კადრებიც რატო გვაკლია ქვეყანაში, ხო? არანაირ კადრებს არ ვიცავთ ჩვენ ქვეყანაში, სინამდვილეში. და თქვენ გასაგებია, რომ ქართველი მაგარი უნდა იყოს და დაცვა უნდა ჭირდებოდეს, მაგრამ არსებობს ყველა მშრომელი ადამიანი, ანუ ის კი არ არის თავის თავს რომ მიხედოს ამ კატეგორიაში გასატარებელი. არსებობს სტრატეგიული რესურსიც არის ზოგიერთი კლასი სამუშაო და ზოგიერთი პროფესია. კურიერი და ტაქსის მძღოლი როგორ შეიძლება სტრატეგიული? არა, კურიერზე არ მაქვს. ზოგადად რატო დადგა ეს საკითხი, რომ კურიერებისთვის გახდა ჩარევა სტრატეგიული რა შუაშია მაშინ? სტრატეგიული არის მაგალითად ექთანი, ხო? ექთანი საქართველოში, ექთანი კი არა, ყველა ქვეყანაში ექთანი ითვლება სტრატეგიული პროფესია. არანაირი სტრატეგიული პროფესია არ არის ექთანი, რობოტები აკეთებენ ოპერაციებს უკვე რა შუაშია ექთანი. არა, რობოტები, აქაც რობოტები. თქვენ რომ პრობლემა არისო დღეს, აი პრობლემა არისო, გეთანხმებით რატომ არის? აი ბოდიში. აი რატომ არის პრობლემა გეტყვით რა? თუ კი ყველაფერი უნდა იყოს კომერციალიზებული, ხო და ადამიანებს შორის თანამშრომლობაში მესამე პირი არ უნდა არსებობდეს, ანუ სახელმწიფო შრომის კოდექსი არ უნდა იცავდეს. აი სტრატეგიული რატომ არის ექთანი? ანუ ერთ ექიმს შეუძლია 100 პაციენტს დაუსვას ერთ დღეს დიაგნოზი, მაგრამ ერთი ექთანი 100 პაციენტს ერთ დღეში ვერ მოულის. ანუ გჭირდება რაღაც რაოდენობა ექთნების, რომ ჯანდაცვის სისტემა იმუშაოს. ეს ითვლება სტრატეგიულ რესურსად. კრიზისი ცხადდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც ნაკლებობას განიცდიან კადრების. ოღონდ ნაკლებობა იგულისხმება სარეზერვო კადრებში, როცა განიცდიან ნაკლებობას. და ჩვენს ქვეყანაში, ხო, როგორც წეღან თქვი, ანუ არანაირი დაცვა რო არ ხდება, არანაირი შრომითი კლასის, ხო და პროფკავშირების ფაქტიურად არ არსებობენ, ანუ არსებობენ, მაგრამ უმოქმედოები არიან. იდება უფალს რომ არ არსებობენ. არსებობენ, მაგრამ უმოქმედოები. იდება უფალს რომ არ არსებობენ. კი ბატონო, მაგაზეც შეგვიძლია სხვა დროს ვისაუბროთ. ანუ შეხედეთ სტრატეგიულ სამსახურს წევს ადამიანი, რომელზეც დგას ჯანდაცვის სისტემა, იმიტომ რომ ის არის მთავარი ჭანჭიკი ამის ექთანი. და ხშირ შემთხვევაში 48 საათს მუშაობს, შემდეგ რაღაც 8 საათი ძინავს და დილით ისევ სამსახურში მიდის და კიდევ 48 საათს მუშაობს. ანუ ახალგაზრდა გოგო იღუპავს თავის რაღაც ჯანმრთელობას რაღაცა პერიოდი სანამ ექთნად მუშაობს. და რეგიონებში თბილისშიც არ არის ძალიან დიდი განსხვავება, 400, 600 და 700 ლარები აქვს ხელფასი. ანუ ეს არის დღევანდელი რეალობა. და არავინ არ არის აი ამ ექთნის დამცველ რომ მისი ექსპლუატაცია ხდება და მით უმეტეს ეს არის სტრატეგიული. ანუ ეს ქვეყნის ჯანდაცვას აზიანებ, ამით შენ თუ გამოგელევა ეს რესურსები და ჩვენ თუ ლაპარაკობთ რომ არ უნდა არსებობდეს არანაირი მექანიზმი, რომ თუნდაც აი ესეთი პროფესიები დავიცვათ, იქ იმიტომ მივდივართ ისეთ მომენტამდე, სადაც მთავრობა გამოდის და რაღაცა თავისი რეიტინგის ასაწევად კურიერებში პაკისტანელებს ბლოკავს, ხო? ანუ ეს აქამდე ეს რო ყოფილიყო წინასწარ, სტრატეგიული პოზიციების დაცვა, შრომითი კლასის დაცვა, ეს რო ყოფილიყო აწყობილი, ეს დიდ კომპანიებს არ დააზიანებდა, იმიტომ რომ დასავლეთში ყველგან ესეა და არანაირი დაზიანება არ ხდება, თითქმის ყველგან ეს. ხო და ამ შემთხვევაში აღარც გახდებოდა საჭირო პაკისტანელების დაბლოკვა გლოვოში და იანდექსში და ასე შემდეგ. ანუ ეს სისტემა თვითონ მოაგვარებდა თავის თავს.